რას დაუმატებდით ამას, რას ახსნით, რა სიგნალია ეს უკვე მამუკა ხაზარაძის და მოგესალმებით ძლიერი საქართველოს. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლებას ინდესის პატიმრებს კიდევ ერთხელ და ყოველთვის. ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო კონცეფცია არის იმისა თუ რა დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ ამ არჩევნებისადმი, მომცემ ვურწუცай ძალიან მოკლედ ვიტყვი, როგორ მოვედით აქამდე, რა დამოკიდებულება გვქონდა ამ არჩევნებისადმი მთელი აი ამ უკანასკნელი თვეების მანძილზე ამ პროცესში და ძალიან შორიდანაც უნდა იწყებთ, იმიტომ რომ ბევრი რამ უკვე ნათქვამი. არ ვლაპარაკობდით ამაზე, იმიტომ რომ თვლიდით რომ იმ მომენტში, როდესაც ეს ხელისუფლებამ შემოაგდო სალაპარაკო თემა და სამწუხაროდ ჩვენი კოლეგები ჩვენი პარტნიორები ზოგადად ოპოზიციიდან ამ ყველაფერს აყვნენ, ჩვენ არ მიგვეშთა ეს სწორად და ბოლომდე თავი დავიჭირეთ. იმ მომენტში, როდესაც კალენდარულად და სხვა მიდგომებითაც ეს საკითხი გახდა ნამდვილად აქტუალური ჩვენი აზრით პოლიტიკური დღესასწაულისთვის, თქვით რომ მოდი გავშალოთ დისკუსია ამ თემაზე და ვიმსჯელოთ. ვიმსჯელოთ იმაზე კი არა თვითმმართველობის არჩევნებში, რა ვიცი მე, რამდენი მასა ვიღებთ მანდატს და რამდენი საკრებულოს წევრი გვეყოლება და ასე შემდეგ, რა ვიცი მე, კწანცის გამგებელი ვინ იქნება, ეხლა ხო ამამდე არ შეიძლება დაიყვანო ეს დისკუსია მიუხედავად ბევრი მცდელობებისა ჩვენი კოლეგებისა, რომლებმაც ეს დისკუსია ცადეს და დაიყვანეს აქ და ამაზე უფრო ქვემოთ და ნუ ეს უკვე წარსულია და ასეთ პოლიტიკურ ბრძოლაში გიორგი რომ თქვენ რა დონეზე აკავთ, თქვენ რა სიფრთხეში გაკავთ. იქ სადაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იყო, ჩვენთვის რა იყო მთავარი, ხო? პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, რომელშიც ჩვენ ვართ აი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. შეიძლება თუ არა ეს არჩევნები იყოს დამატებითი ინსტრუმენტი. ამ ბრძოლაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება იყოს ბრძოლის ინსტრუმენტი. ოღონდ ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რეალობისგან არც აქამდე მთელი ამ 6 წლის მანძილზე რაც პოლიტიკაში ვარ და ამ პარტიას ვაკეთებთ და ამ საქმეს ვაკეთებთ. არც ერთ ეტაპზე არ დაგვიფიქსირებია არათანმიმდევრულობა, არც ერთ ეტაპზე არ დაგვიფიქსირებია გადახრება მთავარი მიზნისგან. ეს არის დეოკუპაცია ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის რუსეთისთვის ხელიდან გამოგლეჯვაში. ამიტომ ვამბობთ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ის პოლიტიკური პარტნიორები, ვინცთან ერთადაც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, დღეს არიან პოლიტიკური დევნის პირდაპირ მსხვერპლი. იმ ვითარებაში, როდესაც ხვალ და ზეგ და უახლოეს დღეებში შეიძლება მთელი პოლიტიკური სპექტრის, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ლიდერშიპი ციხის ქვეშ აღმოჩნდეს და ხომ დაინახეთ, ხო არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ ველზე. არაფერს მათ შორის იგივე მამუკას და ბადრის მიმართაც შეიძლება აღკვეთი ხომძიმები იქნას გამოყენებული. ყველას მიმართ შეიძლება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და თქვენ მიგაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნები როგორც ბერკეტი შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაცისთვის. დავაზუსტოთ ერთი რამ. მე თუ სწორად გავიგე, ბატონი მამუკა წერს აქ, რომ რაღაცა ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, ანუ პროტესტიო და პარტიაო ერთმანეთთან უნდა დაახლოვდეს, ანუ ერთადო, რომლის მეშვეობითაც ის 50, ნუ იგულისხმება თბილისის საკრებულოს რაოდენობა დეპუტატების და ასევე მერიც აქცენტი კეთება რაღაცა ტიპის დამოუკიდებელ კანდიდატებზე შეთანხმების. მოდელი შემოთავაზება არის, რომ ეს არჩევნები და ეს პლატფორმა ვაქციოთ, აი ეს შემოთავაზება არის, რომ შევქმნათ პლატფორმა, რომლითაც ეს იქნება მთელი სამოქალაქო საზოგადოების, იმ საზოგადოების, რომლებიც დღეს აქტიურია პოლიტიკაში და წარმოადგენს ოპოზიციურ სპექტრს, ეს იქნება პარტიები, ეს იქნება აქტივისტები, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები. აბსოლუტურად ის დიდი ველი, ის უმრავლესობა, ვინც დღეს ვაფორმირებს პოლიტიკურ აზრს და ვინც ვიბრძვით ამ ქვეყნის დეოკუპაციისთვის, ყველას საერთო ველი იყოს. ჩვენ ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებას, რომ ეს არჩევნები იყოს საზოგადოებრივ პლატფორმაზე, თბილისელებმა პრაიმერის თუ სხვა გზით აირჩიონ თავისი კანდიდატები თავად და აი ამ სამოქალაქო კანდიდატებმა, რომლებიც არ არიან აუცილებლად რომელიმე პოლიტიკური კუთვნილების, თუმცა არ გამორიცხავს იმასაც, რომ მათ შორის იყვნენ პოლიტიკურად აქტიური ან პოლიტიკური პარტიებისადმი კუთვნილი ტიპები, ადამიანები ერთიანი სიით, ერთიანი ძალით ეს ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტ ადამიანამდე მივაწვდინოთ გიორგი ხმადა. მე მგონია, რომ მეტ ადამიანამდე ხმის მიწვდენა ეხა ნიშნულოვანია. ის მდუმარე უმრავლესობა, რომელიც წყვეტს ცვლილებებს ამ ქვეყანაში და ყველა სხვა ქვეყანაში და ჩვენი უახლოესი ისტორია ამის მაგალითია, რომ ეს მდუმარე უმრავლესობა წყვეტს ამ ამბავს, მათი გააქტიურებისთვის მე მგონია, რომ ეს პლატფორმა და ეს ფორმა სწორი არის. იქიდან გამომდინარე, საინტერესო დეტალია და ფრაზაა მამუკას ამ განცხადებაში, გარდა იმისა, რომ საუბრობს თბილისის სამოქალაქო შტაბზე, ანუ იმ პლატფორმაზე, რაც ახლა თქვენ ახსენებთ, სადაც აი ეს დამოუკიდებელი კანდიდატების და ალბათ მერის კანდიდატის შესახებაც უნდა შედგეს შეთანხმება, ალბათ ესეც იგულისხმება, თუმცა პირველადი შეთავაზება ჯერჯერობით ჩვენ მოდელი არის საინტერესო ფრაზა, რომ ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა თუ საჭიროა არჩევნებიც. ანუ აქ როგორც ოფშენი, როგორც შესაძლებლობა, განიხილება ხაზარაძის და თქვენი მხრიდან ისიც, რომ თუ
ვერ აღწევთ თუ ხედავთ რომ ისეთი ტიპის სიტუაცია შეიქმნა რომ აბსოლუტურად აზრს კარგავს თუნდაც ამ პოლიტიკური პროცესის წარმართვა არჩევნების ჩასაშლელადაც იქნას გამოყენებული ამიტომ უსვავ ხაზს რომ გამოვიყენოთ არჩევნები თვითმმართველობის როგორც პოლიტიკური ბრძოლის პლატფორმა და არა როგორც კლასიკური არჩევნები ვინმე თუ ჩათვალა ვინმე თუ შეეცადა რომ ქართული საზოგადოებისთვის დაემახინჯებინა ჩვენი აქამდე გზავნილი და არასწორად მიეწოდებინა კიდევ ერთხელ ამ ხალხს ვეთქვი რომ ამ არჩევნებში შესვლა მე თაზოდათუნაშვილს და ლელოს სხვა წევრებს მამუკა ხაზარაძის ხუებს საკრებულოს მანდატებისთვის და მერის კამისთვის კი არ გვინდოდა იმიტომ რომ თვლით რომ შეიძლება ეს იყოს ბრძოლის ერთ-ერთი ასპარეზი და ის ადგილი სადაც ბევრი ხალხის ჩართვა შეიძლება ჩვენს პროტესტში ამიტომ თქვით ეს ამიტომ ჩვენ ყველა კომპრომისზე მივდივართ ყველანაირი კომპრომისისთვის მზად ვართ ამ განცხადებაში ეგ წერია ჩვენ მზად ვართ რომ ყველაფერი დავთმოთ გავამზადოთ და მივაწოდოთ საზოგადოებაში ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა, ჩვენი რესურსები, პოლიტიკური ჩვენი ინფრასტრუქტურა და ამ ბაზაზე და სხვა პარტიების ჩართულობით და სხვა პოლიტიკური აქტორების ჩართულობით საზოგადოებას მივცეთ ეს პლატფორმა როგორც ბრძოლის ერთ-ერთი გზა. ეს არის ამის მიზანი და მათ შორის ეს არის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა და ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა და ამ ბრძოლაში თუ საჭირო გახდა ამ არჩევნების ჩაშლა, რა თქმა უნდა მისი ჩაშლაც. ანუ ლაპარაკი არის რომ ეს ასპარეზი, რასაც ქვია თვითმმართველობის არჩევნების ველი, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი ადამიანი იყოს ხვალ გააქტიურებული სხვადასხვა ფორმით, ქუჩაში გამოსვლით სხვა ფორმით ამ პროტესტში, რომ მალე მივახცევთ ამ ქვეყნის დეოკუპაციას. მოდით კიდევ ერთი დეტალი დავაზუსტოთ ამ შემთხვევაში. აქამდე შეთავაზებები კეთდებოდა როგორც შეთავაზება დისკუსიის გახსნის და რაღაცა ტიპის ოპტიმალურ ვერსიაზე შეთანხმების, რომელსაც ერთიანად ყოფილიყო ამის მონაწილე. მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება, რომელიც ახლა დაიდო, მიმართვა, ასე ვთქვათ. ეს არის უკვე ლელოს და ძლიერი საქართველოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში ჩვენ შევდივართ და მოდით აი ამას გთავაზობთ, თუ მოდი ამ ტიპის პლატფორმაზე ვისაუბროთ, ანუ ფორმა შეძინეთ ამ შეთავაზებას და ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, უკვე თვითმმართველობაში ფორმალურად მონაწილე. სწორი აქცენტია გიორგი, რა თქმა უნდა ეს არის, ანუ შეხედეთ, მოდით ვიყოთ გულწრფელები. ამ ჩვენი შემოთავაზება დისკუსიის შესახებ, რა ვიცი, 1000 ფორმით თარგმნეს და ამახინჯეს და ასახიჩრეს, ხედავთ რაღაც არც ისე ჯანსაღ რეზისტენტულობას მსჯელობის მიმართ, პირდაპირ ვიტყვი, ყველანაირი ზედმეტი შეფასების გარეშე, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ სამწუხაროდ განსხვავებით ჩემი კოლეგებისგან ეპითეტებში დიდი თავშეკავებულობა არ გვახასიათებს ზოგადად კი ოღონდ მე მაინც მოღალატეობა და ასე შემდეგ თავშეკავებული და მსგავსი ეპითეტები არ გამოვიყო რაც ჩვენს მიმართ გამოიყენეს იმიტომ რომ მე ამ ხალხს პარტნიორებად ვთვლი და ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ამიტომ ამ ეპითეტებს არ გამოვიყენებ მესმის ადამიანების ემოციურობი უფრო საქმეს მივხედოთ მაგრამ მნიშვნელოვანი არის რა რომ გამომდინარე აქედან დარჩა შაბეშტილება რომ ჩვენ უბრალოდ ესე ჰაერში ვამბობთ ამ ფრაზას თითქოს რაღაცა გულწრფელობის პრობლემა გქონდეს თითქოს ვინმესთვის ოდესმე ამ პოლიტიკურ პროცესში გვეჩვენებინოს რომ რამეში გულწრფელი არ ყოფილიყავით ამიტომ ჩვენ გამოვიტანეთ ის შეთავაზება ის მოდელი რომელიც ჩვენ მიგვაჩნია საინტერესოდ რომელშიც მე მგონი ყველა დაინახავს რომ არავით არის პოლიტიკური ამბიცია პოლიტიკანური ამბიცია მე არ მიყვარს გამოყენება ტერმინის პარტიული ინტერესები ჩემი პარტიის პარტიული ინტერესები არის ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესების შესაბამისი და არაფერი განსხვავებული და ფარული და მალული ჩვენი პარტიის ინტერესებში არ არის. პირიქით, ჩვენი პარტიის და ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინმე სულ არ ეგონოს კიდე რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკანური ამბიცია გვაქვს ამ პროცესში, ამიტომ გამოვიტანეთ და თქვით რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ აპირებს ამ იმაში არჩევნების მონაწილეობას არჩევნებისთვის და რაღაცა მანდატებისთვის და რაღაცა ადგილებისთვის. არა, ჩვენ გვინდა ბრძოლა, ჩვენ გვინდა კიდევ დამატებითი ველი, გგონია რომ ეს ველი მნიშვნელოვანია და საინტერესოა და კონკრეტული მოდელი დავდეთ ახლა სამსჯელოდ და გითხარით რომ აი ჩვენ ამას ვფიქრობთ სწორად, ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ ჩვენ ამაზე ველაპარაკებით ქართულ საზოგადოებას და მის ყველაზე აქტიურ ნაწილს შევთავაზებთ ამ პლატფორმას როგორც ბრძოლის ველს როგორც მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რა ვიცი პროპორციაში ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ თავარი მიზანი იქნას მიღწეული ამ ქვეყნის დეოკუპაცია იყოს ჩვენი ეს შეთავაზება როგორ ფიქრობ ასუსტებს განსხვავებული პოზიციის მქონე და თქვენ კრიტიკოს და იმ არგუმენტს რომ ლელო და მამუკა ხაზარაძე თამაშობს რა პოლიტიკური თამაშის აბსოლუტურად გასაგები წესები თუმცა არა რაღაცა ტიპის ზეპარტიული და მნიშვნელოვანი ამოცანებით რომელიც ამ ქვეყანას ამ ეტაპზე აქვს რაც გულისხმობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შედარებითი დასუსტების სხვა პოლიტიკური პარტიების კრიზისის და სერიოზული პრობლემების გათვალისწინებით
ისარგებლოს შემთხვევით და სიტუაციით, რომ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში მოიპოვოს ოპოზიციურ ფლანგზე პირველი ძლიერი ძალის სტატუსი არჩევნების მეშვეობით. ეს შეთავაზება, რასაც თქვენ ამბობთ, ამ შემთხვევაში ამ არგუმენტს რა ფორმით პასუხობს? ნებისმიერ თამაში ანუ ეს პლატფორმა ლელოს სახელით შეიძლება იყოს და უშუალოდ ერთიან სუბიექტია ლაპარაკი. თქვენ დაჟინებული მოთხოვნა იქნება, რომ 9 ნომრით იყოს ყველა დავკონკრეტდეთ? რა თქმა უნდა დავკონკრეტდეთ ამაზე და ხაზგასასვლელია და მნიშვნელოვანია, რა ვიცი, მე ყველა თამაში fair game-ის მომხრე ვარ და პოლიტიკაში მით უმეტეს და რა ვიცი, არავითარი ეგეთი ფარული ზრახვები არ აქვს. პირიქით, ჩვენ მაგიტო ვახსენე გიორგი, რომ მზად ვართ ნებისმიერ კომპრომისზე, ყველა კომპრომისზე მზად ვართ, მათ შორის ნომრის სახელის ყველაფრის დათმობაზე, იმიტომ რომ გვესმის ის ზეპარტიული მიზანი, რომელიც მისაღწევი არის. ჩვენ ამ საერთო ბრძოლის ინსტრუმენტად გვინდა ეს შემოვთავაზოთ და არ მინდა ეხლა რაღაცა იმაზე გავკადნიერდე, რომ რაღაცა საკუთარ ინტერესებს გვერდებდეთ. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს მე და თქვენს მაყურებელს ეხლა ვინვის რა ინტერესებს. არა, ამ პლატფორმის მიზანი არის ერთი დიდი საერთო ზეპარტიული სამოქალაქო მონაწილეობა ამ არჩევნებში და არა რაიმე ახირება, რომ ჩვენი კონკრეტულად პარტიის რაიმე ფორმით ჩვენი პარტია იყოს აქ ფლაგმანი. არ არის საინტერესო დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია. ყველა ჩვენ კოლეგას და კიდევ ერთ დავამატებდი წინა კითხვას. იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს, იმიტომ ვთქვით ეხა ეს კონკრეტული, რომ რა ვიცი, შეთავაზებები, რომლებიც მეორე მხარეს მოვისმინეთ, ხო, ძალიან შორს წავიდა. რამოდენიმე მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ერთი კონკრეტული რაღაცა მოდელი, რომელიც რაღაცა სრულიად ფანტასმაგორიაში გადაყავს ეს პროცესი. ამიტომ მოდი მეგობრებო, ეხლა რეალობაზე დავიწყოთ ლაპარაკი. შევწყვიტოთ ეს რაღაცა რიტორიკული იწილო-ბიწილო ერთმანეთთან, შევწყვიტოთ პირდაპირ ვიტყვი შეურაცხყოფა ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ამ ბრძოლაში ერთმანეთს გვერდიგვერდ უნდა ვიდგეს და უბრალოდ შეიძლება შეგწხვეს იმ სიტყვებისა, რა სიტყვებს ჩვენ მოგვიხსენიებენ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი დავდეთ მაგიდაზე. არავითარი პარტიული იდენტობითი ამბიცია არ გვამოძრავებს, გვინდა სამოქალაქო პლატფორმა შევქმნათ, რომ ის ადამიანები, რომელსაც თბილისი აირჩევს, თბილისის მოდელზე ამ შემთხვევაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონცერტზე თბილისზე, როგორც რეალური გამარჯვების წესებზე, სადაც ეს შესაძლებელია. ყველანაირი კლიშეების, ყველანაირი პარტიული ატრიბუტიკის და დამატებითი პოლიტიკური ატრიბუტიკის გარეშე ჩვენ ყველანაირი კომპრომისისთვის მზად ვართ მოკლედ ამ სამოქალაქო პლატფორმისთვის და რა ვიცი, ყველას მოუწოდებთ რომ დავიწყოთ ამაზე მსჯელობა. თაზო დათუნაშვილი ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი იყო, საინტერესო დრო შემოგვესწრო, იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძის განცხადება საჭიროებდა პირველ რიგში მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის კომენტირებას.